ახლა განახებთ როგორია ქართველი პოსტალიონ კურიერის ცხოვრება გერმანიაში. პირველი ნაწილი ყველაზე რთული არის გაღვიძება, მერე ჩვეულებრივად მომზადება, განსაკუთრებული არაფერი, ჩაი, სარგეები. როგორია პოსტალიონის ცხოვრება? ყლეობა. მერე ვდგავართ ტრადიციულად საცობში, ცოტა რადიოს უსმენთ და ვარჯიშობთ მერე მისალმებაში დილისთვის. ამ დროს შეგვიძლია ცოტა წავიმღეროთ კიდეც. მერე მდინარეს გავუყვებით და მალე მივართ საწყობში. საწყობში პირველ რიგში დავჩექინდებით, ავიღებთ სკანერს და დავიწყებთ წერილების და ჟურნალების შელაგებას. მისამართების მიხედვით. მერე ამანათებს დავახარისხებთ მისამართების მიხედვით და მერე ვიწყებთ ჩალაგებას მანქანაში. ამ დროს სულ დედის ტრაქს ვიგინები ხოლმე ყოველ ჩალაგებაზე. განსაკუთრებით თუ დიდი პაკეტებია და ბევრი, მერე ამ წერილებს ამოვიღებთ და ჩავდებთ ყუთებში, გავიდანთ მანქანაში ჩავალაგებთ და თუ ამას რამდენჯერმე გავაკეთებთ, მერე უკვე მივდივართ ჩვენს მისამართებზე. აი აქ ავხვევ დღეს გავივლი და მივალ პირველ მისამართს დავიწყებ უკვე ერთი და იგივეს წერილების ჩაგდება, პაკეტების მიტანა, ძალიან ბევრი მანძილის გავლა მიწევს ფეხით მიუხედავად იმისა, რომ მანქანით მუშაობ. პაკეტების დარიგება ბევრი არაფერი მიუხედავად იმისა, რომ უნდა ეძებო მანქანაში თუ სწორად არ დაალაგებ, მაგრამ ეს წერილების მიტანა არის სასიზღვრობა რა. ნახევრის მერე ვაჩერებ, ვისვენებ, ვჭამ ბანანი, იოგურტი და მაწონი მქონდა, მერე ვახარისხებ ისევე პაკეტებს მისამართების მიხედვით, რომ არ მომიწიოსებინა და მერე ერთი და იგივე ისევ პაკეტები, წერილები, ამასობაში წვიმობაც დაიწყო ამ დღეს და ამასობაში კიც დავამთავრე მუშაობა. საწყობში მისვლის მერე პირველ რიგში უნდა შევაერთოთ მანქანა, იმიტომ რომ მეორე დღეს დამჯდარი არ დავხვდეს, როგორც მე დამხვდა ერთხელ, მერე დავალაგებთ, რასაც უკან მოვიტანთ და სახში წასვლის. შემდეგ ტრადიციულად გავივლით სურსათის შოპინგო. აცები ვიყიდე, მერე სოკო გავაკეთე სახში და მერე უყურეთ საქართველოს ალბანეთს. მერე ბიჭები ლოლს თამაშობდნენ, მე ვისვენებდი და ეს იყო სულ. თუ გაინტერესებთ, დაალაიქეთ და კიდე დავდებ რაღაცებს.